დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ნინო იოსელიანი შემოგვიერთდა. მოგესალმებით, როგორ ხართ გოგოებო? კარგად, ეხლა ელენე და მე ველოდებით ჩვენს რჩევებს, როგორ უნდა მოვემზადოთ ზაფხულისთვის. დღეს ვილაპარაკებთ, როგორ უნდა მოვემზადოთ ზაფხულისთვის. რანაგვარ ჩავდგეთ ფორმაში, რომ ვიყოთ მომხიბლელები და ლამაზები ზაფხულისთვის. Რაგორი ვარჯიშები უნდა გავაკეთოთ, რა უნდა ვჭამოთ და საერთოდ ერთ თვეში როგორ უნდა ვარჯიში და ასევე ბალანსირებული დიეტა. კვება თუ არ ვიკვებებით სწორად და ჯანსაღად ძალიან რთული იქნება რომ ფორმაში ვიყოთ. გარდა ზაფხულის მოსვლისა და ფორმაში ჩადგომისა, მე ვფიქრობ მთელი წლის განმავლობაში არის აუცილებელი რომ ჯანსაღად ვიკვებოთ და თავს მოუვაროთ. აქედან გამომდინარე ჟურნალ ნინის და ნანუკას რო შეხედავ, მათ არ სჭირდებათ მზადება, ისინი მთელი წლის განმავლობაში აი ესე რა მომზადებულები არიან და ლამაზადაც გამოიყურებიან და რაც თავი ჩვენ OK-ში გვაქვს სპეციალურად OK Health ქვია ამ რუბრიკას, სადაც ყოველ ნომერში ჩვენ მკითხველს ურჩევთ რაღაც საინტერესო დიეტას, ამ შემთხვევაში ამ ნომერში არის ჯანსაღი საკვები, ბედნიერების პანაცეა არის, რადგანაც აქ არის რამოდენიმე პროდუქტი, რაც არის აუცილებელი, რომ მიიღოს ადამიანმა, რომ თავი იგრძნოს ბედნიერად, ჯანმრთელად და კარგად. ჯანსაღ კვებასთან ერთად ხო გჭირდება აუცილებლად ფიზიკური ვარჯიში ფიზიკური ვარჯიში არის აუცილებელი და OK-ში ძირითადად ჩვენი რუბრიკის სტუმარია და თვითონ ამ რუბრიკას ოთო უძღვება და ყველა ნომერში სხვადასხვა რჩევას აძლევს ჩვენ მკითხველს თუ როგორ უნდა ივარჯინონ ინსტრუქტორი და ოთო თვითონ უფრო დეტალურად ილაპარაკებს თუ რისთვის არის საჭირო ვარჯიში და როგორ უნდა ვივარჯიშოთ სწორად, რადგან თავარია ვარჯიში ივარჯიშო, მაგრამ სწორად უნდა იყოს ეს ყველაფერი ალბათ თავიდანვე დიდი დატვირთვა არ უნდა იყოს, როდესაც არ ხარ მზად. ჩვენ ჟურნალ OK-სთან ერთად დავიწყეთ ერთობლივად მუშაობა ამ რუბრიკაზე. ეს ძალიან კაი რუბრიკაა იმისთვის, რომ კარგად აუხსნათ მომხმარებელს ზოგადად და იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია ვარჯიშით, თუ როგორ უნდა ივარჯიშონ, თავარია სავარჯიშო მეთოდიკის სწორედ ცოდნა, იმიტომ რომ მეთოდიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა სწორედ მივიღოთ დატვირთვა და რამოთვე კუნთის ვარჯიშის დროს სხვა კუნთი არ დაგვეტვირთოს. ანუ ეს არის მიზანმიმართული ვარჯიში. და ძალიან ეფექტურია ესე რომ სავარჯიშობთ. ანუ ჩვენ გავიარეთ ძირითადად კუნთოვანი ბაზები, ეს იყო 5 კუნთოვანი ბაზა. რაც ხრები, მკერდი, ზურგი, ფეხები. საჯდომი. კი ბატონო, ფეხებში შედის ეს დუნდულაკუნთი. მკითხველის რომ მარტივი ყოფილიყო, თქვათ perfect abdominal პრესის ვარჯიშები, პრესის ვარჯიშები, შემდეგ ქოდა ფეხის ვარჯიშები და ეხლა ამ ნომერში გვაქვს უკვე ეს არის ხრები და ხელები გავიარეთ ნინისთან ერთად. მე როგორ აქტიურად ვარჯიშობ, მესამე წელი იქნება ალბათ რაც ძალიან აქტიურად ვარჯიშობ, კვირაში 4-5 დღე აუცილებლად. და რა საიდან გაგიჩნდა ის სურვილი? სულ მაინტერესებს აი როგორ უდგებიან ხო, იმიტომ რომ ანუ მე ზოგადად ძალიან სპორტულ ოჯახში გავიზარდე და ჩემი პროფესიონალი მოცურავე იყო, ბაბუა ჩემი ტანმოვარჯიშე და ანუ ბავშვობიდანვე ეს სპორტის სიყვარული თანსდევდა ასე ვთქვა და მეც ტანმოვარჯიშე ვიყავი ბავშვობაში, შემდეგ გამოვედი, ამის მერეც სურვით დავკავდი და ბოლოს უკვე აი ფიტნესს მივყავი ხელი. და ხო იმ შეგნებამდეც მივედი, კი, აქტიურად და აი ბოლო 1 წელია რაც იმ შეგნებამდე მივედი, რომ ნუ სწორი კვება მართლა ძალიან აუცილებელია თუ გინდა რომ რაიმე შედეგს ახერხებ რეალურად თქვა აი კვირაში რამდენიმე დღე სწორი კვება ხო ცოტა ყველაზე რთული ნაწილი არის, იმიტომ რომ ნუ მე რაც საშინელი საჭმელია ყველაფერი მიყვარს, მაგრამ შეძლების დაგვარად. ნუ ხა 1000-ში ერთხელ თუ ჩააგდებ თქვა ამ ჯანსაღ კვებას, მე მგონი ეგეც არ არის დიდი დანაშაული. იცი როგორ ანუ ეს cheat day ქვია, ნაჭამი საჭმელი ზოგადად 72 საათის განმავლობაში ცხიმში არ გადადის. ანუ გააჩნია ეს cheat day ზოგი იყოს cheat week, ერთი კვირა, ესე არ უნდა იყოს, ანუ ეს ერთი დღე უნდა იყოს არჩეული და იმ ერთ დღის განმავლობაში ორგანიზმის სტრული სტრესიდან გამოდის, არ გაქვს ანუ ეს შიმშილის სტრესი. ზოგადად სწორი კვება შიმშილთან არ ასოცირებს, ეს ჩვენი შექმნილი მითია, თუ ვინც სწორ კვებაზეა, სწორი კვება მოგეხსენებათ არის. დღეში 5-6 ჭამა, ყოველ 3 საათში ერთხელ იტყვის საკვებს, ყოველ 3 საათში ერთხელ ხდება ორგანიზმში მიწოდება და თქვენ ორგანიზმში შიმშილს მომეტის საერთოდ არ აქვს. ესე თუ დაუალაგებთ დღის რეჟიმს, გამიჯერეთ რომ ეს სწორი კვება კი არა, იმაზე მეტი მოგეჩვენებათ საკვები, რასაც ჭამს, ვიდრე უნდა ჭამდეთ. ნანუკა შენ შემთხვევაში როგორ არის? სამწუხაროდ ან
მეუცნებება კიდევაც რომ აი სწორი კვებით იყო დაკავებული, იმიტომ რომ ერთგვარი რაღაცა დიასახლისი უნდა იყო ძალიან კარგი, ესე მგონია რომ ეს შეძლო. იმიტომ რომ იქ არის იმდენი რაღაცა ნიუანსი, რომ თან მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველდღე რო გავდივარ დილას, შემოდივარ საღამოს და ყველაფერი უნდა მქონდეს კონტეინერი. აი ცალკევა ჩემი ეს მე პირადად 4 წელია უკვე რაც შემიძლია თქვა რომ კვება არ დამირღვევია. დილით გავდივარ მე 9:30-ზე და დაახლოებით 12 საათზე. მე მიჭირს, მაგრამ იცით იმაკ შენაცვლებული მაქვს იმით რომ ვიღებ n რაოდენობის წყალს და წყალი რაღაცა აბაჭდელებს ესე მგონია. კი ბატონო, წყალი 70%-ია ორგანიზმის საოცრად წყლის გარეშე უბრალოდ აზრი არ აქვს. ვარჯიშის დროს რეკომენდატორიც კი არის, როგორც ვიცი, რომ 2 ლიტრამდე წყალი უნდა დავლიოთ დღის. 2 ლიტრი 3 ლიტრა რეკომენდირებ. ბევრიც არ შეიძლება ძალიან. ეს წყალი კარგია და ანუ გახტომის პროცესსაც უფრო აჩქარებს რეალურად წყალი. კი, საჭმლის გადამუშავებას ეხმარება რეალურად მეტაბოლიზმს აჩქარებს, როცა იღებ იმ დროს წყალს, როცა საჭირო არ შეიძლება წყლის მიყოლება საჭმელზე, იმიტომ რომ მიტრალებს და უწის გადამუშავება ნახევარსაათი წინ და არ არის სასარგებლო, ის მიყვარს ყველაზე მეტად და საჭმელს. მე მაინტერესებს ანუ დღეში ყველაზე მინიმალური დრო რა, ანუ ვარჯიშს რო დავდო, ის სულ 15 წუთი ვარჯიშო, ეს საკმარისია. გავაკეთოთ არჩევია ჩვენი ვარჯიშები რა თქმა უნდა. ოკეიში რა ვარჯიშობთ. გავაკეთოთ თან მითხარი აი დღეში რამდენი წუთი ვივარჯიშო, რომ ეს იყოს საკმარისი. თუნდაც აი სტარტაპისთვის დასაწყისის. სტარტაპისთვის ძალიან კაი იქნება თუ რაღაცა კომპლექსი შეადგენ მაინჩენთვის, მაგრამ თუ კვებას იცავ, შეიძლება ასე ავიღოთ, რომ კვებას თუ იცავ დაახლოებით 70%, დღეში 1 საათი მე მგონი ყველას გვაქვს იმისთვის, რომ დავკავდეთ და საკუთარ თავს დაუთმოთ, რომ სავსები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჯანსაღად იყო, ჯანსაღად გამოიყურებოდა. მე არ მაქვს ხა სერიოზულ სპორტზე საუბარი, რაც შეეხება ჯანსაღ ცხოვრებას, ნუ სპორტი ესე რომ ვთქვათ, დიდი სპორტი ჯანმრთელობა არ ანუ არის. კარდიოს გულისხმობს. აი მაგალითად ეს რუბრიკა იმით არის კარგი, რომ ძალიან ბევრი ვარჯიში რაც შეგვიძლია რომ სახლის პირობებში გავაკეთოთ და მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი. და ამას გვთავაზობს ზუსტად ეს, რომ არ არის დამატებითი ხარჯები ამისთვის საჭირო, აი ეს ვარჯიშები ჩვენაც გავაკეთეთ, მაგალითად თავისუფლად შეიძლება რომ სახლის პირობებში ხოლმე თორემ დაიწყებ უკვე მე ვეღარ ჩერდები. ანუ ჩვენ ხო გავიარეთ ახლა ეს ზოგადად ეს კონტური ბაზები რაც არის ეს კონკრეტული მოცემული ვარჯიშები რაც შეიძლება სახლის პირობებში გააკეთოთ. ჩვენ ახალ რუბრიკაში უკვე იქნება წრიული კომპლექსური ინტენსიური ვარჯიშები, რომელიც მოიცავს ამ ვარჯიშების გაერთიანებას და რაღაც წრეს ვაკეთებთ, ანუ და რამოდენიმე ვარიანტს ვაკეთებთ. ანუ ეს არის რაღაც კროსფიტის ელემენტები, ცოტა ინტენსიური, ხო, და ძალიან ეფექტურია წონაში კლებისთვის. მე არ ვიძახი რომ ერთ ვარჯიში დაიგეს, მაგრამ ანუ ესე რომ თქვა, რომ ერთი თვე ორი თვის განმავლობაში სისტემატურ საფას თუ მიწევთ სწორ კვებასთან ერთად, აუცილებლად იქნება შედეგი. მაშინ მოდი ვნახოთ რა, რაღაც რამოდენიმე. ნუ რაც ყველაზე მოთხოვნადია ეს არის ჩაჭდა. აი ეს შეგვიძლია აქეთ გავიდეთ, იმიტომ რომ კამერები უფრო კარგად დაინახავს ბუნებრივია და შესაბამისად მაყურებელს ავიღოთ. აბა სკვატები. ნუ პირველ რიგში ასე ვიმეორებთ, ეს არის სავარჯიშო მეთოდიკა, რასაც ხსნით ყოველთვის, ცოტა რთულია ნაწერით გადმოსცეთ, როგორ შეიძლება სავარჯიშო მეთოდიკა გაასწოროს, ნუ ეხლა ძალიან კაი იქნება, რომ ვიტყვით გაშარე ფეხები. ანუ თავარი აქ რა არის, რომ ფეხები იყოს დაახლოებით ხრებზე ოდნავ განზე იდგეს და როცა ჩაჯდომს გაკეთებთ ნანუკა შემოგიერთდა. ანუ ჯერ წელი უნდა როცა ჩაჯდომს გაკეთებ, გამართული ხარ, ტორსი გამართულია კერდი წინ. ფანტასტიკური. დუნდურა უკან და უკან ჩადიხარ. ანუ თავარია დავაწვეთ დუნდურა კუნძს და არა დავაწვეთ კვადრიცეპს და ჩადიხარ. წელს დავიზიანებთ. ხო. ეს ძალიან კარგი გასწორებულ პოზიციაში მუხლი არ უნდა ცდებოდეს თქვენს ცევს და ტორსი უნდა იყოს გამართული. ჩადიხარ და ბოლომდე ამოდი. ცოტა გავთქვი. რამდენი წამის განმავლობაში ჩერდები? კი და ანუ ხელით შეგვიძლია დავეხმაროთ წონასწორობა დავიცვათ, ხო, ანუ ჩასვლის. თითქოს საჯდები რა. კარგი. ანუ აი სანამ ჩავალთ ჯერ ცოტა წელი უნდა გავწიოთ და მე ჩავიდეთ. ჩააგდო. შეგიძლია პროფილში ჩაჯდეთ, ანუ უფრო კარგად გამიშტა. აკლებო თუ არ იყო. ესეც კაი. კაი, შემდეგი რა არის? შემდეგი არის წინფეხი ჩაჯდომი. ჩვენ მოვიდეთ ქვემოდან ახლა ესე რომ ვთქვა. წინფეხი ჩაჯდომი იგივე ვარიანტია, მეთოდიკა არ უნდა დავარღვიოთ. 3-90 გრადუსი უნდა გაკეთდეს ფეხებთან, ანუ რო ჩავდივართ, ვაწვევით წინას აღრდენ ფეხს, ჩავდივართ, ანუ 1 2 3, ანუ 3-ვე გვარტი კუთხე იყოს და ვაწვევით აუცილებლად ქუსლს და ვაწვევით წინა ფეხს, იმიტომ რომ ზოგადად უკანა წვევებიან ხოლმე, იმიტომ რომ უკანა ფეხი ახლა უკან დგას, აღრდენად არ გასწორებული. ჩადიხარ. ეს ძალიან კარგი ვარჯიშია, ძირითადად მთელი მოდელები და ვარსკვლავები ნახო ინსტაგრამზე ფოტოებს რო დებენ, ძირითადად აი ამ ვარჯიშს გირების ეს ვარჯიშია, ანუ გირების ნუ სიარული. თან რო გადადგან და ამისთვის ნინო, ნინო, მაინტერესებს რამდენად ვარჯიშობ შენ?
მე თვითონ თითქმის კვირაში 5 დღე გამომდის რომ ვარჯიშობ, დავდივარ სავარჯიშო კლუბში და წლებია უკვე მე ვარჯიშობ, 16 წლის ვიყავი რომ დავიწყე, ამერიკაში ცხოვრობდი მაშინ ვარჯიში და მას შემდეგ ძირითადად გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ. მოდი, შემდეგი? შემდეგ იყო წინფეხის ჩაჯდომი. ეს გავიარეთ. კი, ეს გავიარეთ. მესამე არის გაშლი ფეხზე ჩაჯდომი. ეს არის სუმოს კვაც ეძახიან. და რისთვის არის? აი ეს არის ყველაზე ეფექტური, ნუ შიდა კუნთებისთვისაც ყველაზე პრობლემატურია მოსმენას მანდილოსნებისთვის. ხო. არ მუშაობს ფაქტიურად, იმიტომ რომ ფეხის ბიცეპსი და კვადრიცეპსი მუშაობს, როცა ჩაჯდომსაც აკეთებ წინფეხის ჩაჯდომა, ეს გვჩება. ანუ ეს ვარ დაგჩეს. ოდნავ გაშლილი ფეხებით, ცერები კიდე გაშალე. იცი რა, მე როგორც ხვდები შენ სწორად აღნიშნე, ეს ის ვარჯიშებია, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია სახლში გავაკეთოთ. თავი არ დავიწყო მონდომება, იმიტომ რომ აი თავისუფლად შეიძლება ამას არანაირი დანადგარი არ არის ეს ყოველდღიურად, ხო? ყოველდღე დილით ძალიან კაია, ეფექტურია დილით ვარჯიში, იმ გაგებით თუ ვიკრებთ წონას, იმიტომ რომ როცა დილით ვიღვიძებთ, ორგანიზმს გამოცვლილავს ანუ გლიკოგენი, ეს არის ენერგიის წყარო, და როცა ჩვენ დატვირთვას ვაკეთებთ, ოღონდ სწორ დატვირთვას და პულსაცია აყვავს დაახლოებით 120-დან 140-მდე, 160-მდე, ორგანიზმი პირდაპირ ცხიმიდან მოიხმარს, იმიტომ რომ მას არ აქვს უკვე გასახარჯი ენერგია, რაც საკვებიდან ვიღებთ და პირდაპირ ცხიმიდან მოიხმარს ამ ენერგიას. აბა ეს როგორია? და ჩადიხართ. ხვდებით. თავი ისე ძალიან რაღაც დაიზიანებ თუ არასწორად გააკეთე. ხო, აი მაგალითად რა? ჯვარედინა კუნთებსი, ხო. ყველაზე თულია თავი პრობლემა წელი. აუცილებლად წელი არ უნდა დავიზიანოთ, იმიტომ რომ ხერხემალზე ვარ დაყრდნობილი და წელი თუ დავიზიანეთ, შეთხოვე რომ ვერაფერს აღარ გავაკეთებ.